მოგესალმებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, მოგცეს ჩვენ და ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ერთს, მთელ მსოფლიოს ამ ურთულეს უმძიმეს ეპოქაში ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება. დღეს კვლავ ერთად ვართ მე და ბატონი დავით არხანმოურავი, ვაგრძელებთ საუბარს ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე და ღმერთმა გამომტკიცოს ამ სარწმუნოებაში ერთადერთ მაცხონებელ ჭიშმარიტ სარწმუნოებაში. ეხლა დღევანდელი საუბარი ცოტა უჩვეულოა წინა საუბრებთან შედარებით, ცოტა სხვა საკითხს მიმოიხილავს, ეს ეხება აი დღეს ძალიან პოპულარული საკითხია, ყველა მეტნაკლებად სოციალურ ქსელებში და ისეც ამ საკითხს ძალიან აქტიურად მიმოიხილავს, ბევრი მოიხმარს, ბევრი უბრალოდ მისით დაინტერესებულია, ბევრი საუბრობს, ეს არის ეგრეთ წოდებული ეს ახალი ტექნოლოგიური მიღწევა, რაც არის ხელოვნური ინტელექტი. ახლა ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ და კიდევ უფრო მალე და მალე ძალიან სწრაფად მივდივართ აი რაც არის ნათქვამი ეს ეგრეთ წოდებული ტექნოკრატიისა და ტრანსჰუმანიზმის ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიები ისეთ დონეზე ვითარდება და ისეთ მიღწევებამდე მიდის, რომ ფაქტობრივად ხდება ადამიანის ტექნოლოგიებით ჩანაცვლების პროცესი. ეს არის უზომოდ და სასწაულად განვითარებული ტექნოლოგიები, რომელიც მოიცავს გარკვეულ საფრთხეებს და ადამიანი, კაცობრიობა უნდა იყოს მზად და ადამიანი უნდა იყოს გააზრებული იმისთვის თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს, რა გამოწვევებს შეიძლება შეიცავდეს, რა შეიძლება მოიტანოს ადამიანისთვის და კაცობრიობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, აი ამ ტექნოლოგიების განვითარებამ, ამ ტრანსჰუმანიზმისა და ტექნოკრატიის განვითარებამ, ამ მიღწევებმა მისით შეიძლება ჩვენ გარკვეულ ასპექტებში, რა თქმა უნდა, სარგებელსაც ვღებულობდეთ, მაგრამ არსებობს მომავალში გარკვეულ ასპექტებში, რა თქმა უნდა, საფრთხეები და არა პატარა საფრთხეები, მინდა ვთქვა, რამ შეიძლება აი ამ ტექნოლოგიების ესეთმა უკონტროლო განვითარება მოიტანოს. მე რომ არ გამომივიდეს რომ რაღაც შეთქმულების თეორიაზე ვსაუბრობ, აი დღევანდელი ჩვენი საუბარი სწორედ ამას შეეხება, მიმოვიხილავთ რა არის ეს, რა ტექნოლოგიაა, რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ უნდა გქონდეს ადამიანს მასთან მიმართება და დამოკიდებულება. ეს არის ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. მოგესალმებით ყველას. საერთოდ დღეს გავრცელებული ეგეთი აზრი, რომ ხელოვნური ინტელექტი ეს არის რაღაცა განვითარებული საძიებო სისტემა. Google-ს ადარებენ ხოლმე. რაც არ არის არანაირად სიმართლე და ახლოს არ არის ჭეშმარიტებასთან. ბევრი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ნეირონების ქსელი. ესეც ძალიან ისეთი გავრცელებული აზრია და გარკვეულწილად ეს სიმართლეა. მაგრამ როდესაც ადამიანებს ვეკითხებით რა არის ნეირონი, ან რა არის ნეირონების ქსელი, ადამიანებმა ეს არ იციან. აი ჩვენ დღეს გავცემთ ყველა კითხვას პასუხს. პირველ რიგში ახლა ჩვენ საგანგებოდ მე დავხატე თუ დავხაზე როგორც გინდა დავარქვათ სპეციალური ნახატი ვთხოვრვა გვაჩვენოს ეს ნახატი, აი იყოს ეკრანზე ეს ნახატი და მინდა რომ ამ ნახატთან დაკავშირებით მოგცეთ გარკვეული განმარტებანი. პირველ რიგში გავარკვიოთ რა არის ნეირონი. აი თქვენ ხედავთ ამ ნახატზე ადამიანის ტვინი არის გამოსახული, ადამიანის ტვინი შედგება ნეირონებისგან. ასევე ხელოვნური ინტელექტიც შედგება ხელოვნური ნეირონებისგან. რა არის ხელოვნური ნეირონი? და სხვათა შორის ხელოვნური ნეირონი გარკვეულწილად ანალოგია ადამიანის ტვინში არსებული ნეირონების. ნებისმიერი ხელოვნური ნეირონი ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შავი ყუთის სახით. აი ხედავთ თქვენ ნახატზე შავი ოთხკუთხედია. რა საკეთებს შავი ყუთი? აი ამ შავ ყუთში არის კომპიუტერული პროგრამა. ამ შავ ყუთს აქვს შემავალი პარამეტრები, შეიძლება 1, 2, 3, 4, 30, 300 შემავალი პარამეტრი იყოს და გამომავალი პარამეტრებიც გააჩნია. და აი ამ შავ ყუთში არის პროგრამა, რომელიც ამ შემავალი პარამეტრების გადამუშავების ან მათთან მუშაობის შედეგად გამომავალ პარამეტრს იძლევა. აი მაგალითი ავიღოთ. ავიღოთ ისეთი მაგალითი, რომ გვესმოდეს. ნეირონი თქვათ მე მინდა სამსახურში შევარჩიო და მივიღო თანაშემწე. აი უბრალოდ მე მინდა სამსახურში შევარჩიო და მივიღო თანაშემწე. ნეირონი ამ შემთხვევაში არის შავი ყუთი კომპიუტერული პროგრამა, რომელმაც უნდა შეაფასოს ვარგა თუ არ ვარგა ესა თუ ის ადამიანი
სამსახურში მისაღებად. იყოს ნახაზი, ძალიან გთხოვთ, ეს ნახატი სულ ეკრანზე იყოს, სანამ საუბრობ, იყოს ნახატი. ესე იგი, ნეირონმა უნდა, ეს არის პროგრამა, რომელიც უნდა დამეხმაროს ესა თუ ის ადამიანი მივიღო სამსახურში თუ არ მივიღო თანაშემწედ. ვთქვათ, მე ვაყენებ ორ პირობას, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ინგლისური და ადამიანი უნდა ფლობდეს კომპიუტერს. აი ორი პირობა მაქვს, დააკვირდით ჩანს იქ წითლად ინგლისური წერია, მწვანე რგოლი არის კომპიუტერი. ესე იგი, ვიმეორებ, ადამიანმა უნდა იცოდეს ინგლისური ენა კარგად და უნდა ფლობდეს კომპიუტერს. და მე ვაწესებ 5 ბალიან სისტემას, 5 ქულიან სისტემას. ესე იგი, ვამბობ, რომ ინგლისურის ცოდნა 5 ქულიანი სისტემით უნდა შეფასდეს და კომპიუტერის ცოდნაც 5 ქულიანი სისტემით უნდა შეფასდეს. და თუ ადამიანი 6 ქულას მაინც დააგროვებს, ესე იგი, ესეთი ადამიანი თანაშემწედ ვარგა. როცა მე ამას ვამბობ, მე ვგულისხმობ, რომ ადამიანმა ინგლისურში 3 ქულა მაინც უნდა დააგროვოს და კომპიუტერიც საც უნდა ფლობდეს 3 ქულაზე მაინც, ანუ ჯამში 6 ქულა უნდა დააგროვოს და მაშინ ის ჩემთვის ვარგა თანაშემწედ. ეს რომ გავაკეთე, მე იმაზე არ დავფიქრებულ ვარ, რომ სინამდვილეში ადამიანმა შეიძლება კომპიუტერი იცოდეს 5-იანზე და ინგლისური 1-იანზე და მაინც 6 ქულა გამოვა. ამაზე მე არ დავფიქრებულ ვარ. აი, ხელოვნური ინტელექტი ეს არის პროგრამა, რომელიც აი ესეთ კითხვებს საკუთარ თავს უსვავს და ფიქრობს ამაზე. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დროთა განმავლობაში, როდესაც ის ერთ ადამიანს გავესაუბრებით ერთ ადამიანს, დავინახავთ ინგლისური, როგორ იცის კომპიუტერს, როგორ ფლობს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს, ხელოვნური ინტელექტი ჩვენ გვეტყვის, რომ თქვენ აი ამ შავ ყუთში არ გაითვალისწინეთ ის, რომ შეიძლება ადამიანმა ინგლისური 1-იანზე იცოდეს, კომპიუტერი 5-იანზე და მაინც 6 ქულა გამოდის და მოგცევს რჩევას, რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი. ამის მერე ჩვენ დავაწესებთ, რომ ქვედა ზღვარი არის 3 ქულა. მაგრამ დროთა განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება გითხრას, აი მეორე სქემაა დააკვირდით, რომ მე უნდა გავაუმჯობესო საკუთარი თავი. ჩემის აზრით, ამას გვეტყვის ხელოვნური ინტელექტი, ადამიანმა გარდა ინგლისურისა და კომპიუტერისა საქმის წარმოებაც უნდა იცოდეს. თუ ის არის კარგი, თუ გნებავთ, რომ ყავდეს კარგი თანაშემწე. როგორ დაადგინა ეს ხელოვნურმა ინტელექტამ? როგორ და იყოს სქემა, ძალიან გთხოვთ, იყოს სქემა მუდმივად. როგორ და ძალიან მარტივად. როდესაც მოვიდა გასაუბრებაზე ერთი ადამიანი და კითხვებზე პასუხები გაგვცა, მან აღნიშნა, რომ საქმის წარმოებას ფლობს. მოვიდა მეორე ადამიანი, მან ასევე აღნიშნა, რომ საქმის წარმოებას ფლობს. 10 ადამიანმა თქვა და ხელოვნური ინტელექტი მიხვდა, რომ თურმე საქმის წარმოება თანაშემწისთვის მნიშვნელოვანი რაღაც ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რამდენმა ადამიანმა აღნიშნა, რომ საქმის წარმოებას ფლობს, ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის წარმოება დაემატოს როგორც მესამე კრიტერიუმი და თუ ადრე მე ვეძებდი მხოლოდ ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნას, ახლა უკვე ჩემს ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი აფასებს ადამიანმა გარდა ინგლისურის და კომპიუტერისა იცის თუ არა საქმის წარმოება. მეორე, ამავე კვლევის დროს ხელოვნურმა ინტელექტმა გამოარკვია, რომ ინგლისურის ცოდნა უმნიშვნელოვანესია ჩემი სამსახურისთვის. და გადაწყვიტა, რომ 5 ბალიანი კი არა, 6 ბალიანი, 6 ქულიანი სისტემით შეაფასოს ინგლისურის ცოდნა. მან ასევე გადაწყვიტა, რომ კომპიუტერის ფლობა საკმარისია 4 ქულიანი იყოს და ამიტომ ხედავთ შეცვალა, თუ მე აქამდე 5 ქულიანებით ვაფასებდი, ეხლა ხელოვნური ინტელექტი მირჩევს, რომ ინგლისური 6 ქულიანი სისტემით შევაფასო, კომპიუტერი 4-იანით და საქმის წარმოება 2 ქულიანით. და გამოსავალზე უკვე თუ ადამიანი 8 ქულას ან მეტს აგროვებს, ის ვარგა ჩემს თანაშემწედ. ანუ რა არის ნეირონი? ნეირონი ეს არის პროგრამა, დავარქვათ შავი ყუთი, რომელსაც შესასვლელზე ჩვენ შემთხვევაში თავიდან ქონდა 2 პარამეტრი, ეს არის ინგლისური და კომპიუტერი, ახლა გავხდა 3 ინგლისური, კომპიუტერის საქმის წარმოება. შიგნით ამ ყუთში ხდება შეფასება, აი ესე პირდაპირ ვთქვათ, წონა მრავალქულიანი სისტემით ხდება თითოეული პარამეტრის შეფასება და გამოსავალზე ჩვენ გვეუბნებიან შედეგს. აი ეს არის ყველა ნეირონი. რა არის ხელოვნური ინტელექტი? ეს არის აი ესეთი ძალიან ბევრი ნეირონი. წარმოიდგინეთ მილიონობით ნეირონი. ანუ ვიმეორებ, ნეირონი არის პატარა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც რაღაცას აკეთებს.
და ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ეს არის მილიონობით ნეირონი, ანუ მილიონობით ესეთი პატარა პროგრამა, რომელიც ერთადაა გაერთიანებული ერთ დიდ ქსელში. სიტყვა ქსელი ალბათ გვესმის, რაც აი წარმოიდგინეთ, ერთობლიობაა ამ ბევრი ნეირონების, აი ქსელად არის გაერთიანებული. გადადით თუ შეიძლება მეორე სლაიდზე ახლა. ანუ ხელოვნური ინტელექტი ეს არის დიდი ქსელი ნეირონების. აი ჩვენ სპეციალურად ჩამოვწერეთ ტექსტი და სპეციალურად გიჩვენეთ ტექსტს, რომ თქვენ გქონდეთ წაკითხვის საშუალება. აი პირველი პუნქტი სწორედ ესაა, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული ნეირონების სიმრავლეს. ეს არის ნეირონების დიდი ქსელი და წარმოიდგინეთ მილიონი ნეირონია გაერთიანებული. ადამიანის ტვინიც ნეირონების ქსელია და ხელოვნური ინტელექტიც ხელოვნური ნეირონების ქსელია. აი ეს ამსგავსება. მაგრამ სინამდვილეში მართლმადიდებლობა განასხვავებს ტვინს, ჭკუას და გონებას. ჩვენ ამაზე გვილაპარაკია. ტვინი არის სხეულის ფუნქცია, ჭკუა სამშვენველის და გონება სულის. აი ხელოვნური ინტელექტი ეს არის ადამიანის ტვინის, ადამიანის ჭკუის და ადამიანის გონების აზროვნება შევისწავლეთ ჩვენ და ყოველდღიურად ვსწავლობთ და ამის კომპიუტერულ იმიტაციას ვცდილობთ. აი ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ადამიანის აზროვნების თვლიანად და არა მარტო აზროვნების, აი ამასაც ხაზს გაუსვავ, ჯერ მარტივად თქვა. ეს არის იმიტაცია, კომპიუტერული მოდელი ადამიანის აზროვნებისა და ის ცდილობს იაზროვნოს ზუსტად ისე, როგორც აზროვნებს ადამიანი. უფრო აი ცოტა ღვთისხატების იმით კუთხით რო შევხედოთ და სულიერი კუთხით და სიღრმისეული გააზრებით, აი გრიგოლ ნოსელი როგორც ამბობს, რომ ღვთისხატება უნდა ვეძიოთ ადამიანის გონებაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთგვარი მიბაძვა ადამიანის მიერ იმ ღვთაებრივი რით, რაც ღმერთმა თავის ხატება ჩადო ადამიანში, ანუ ეს გონების თვალსაზრისით და ადამიანის ეს აზროვნება რაც მისახდა, ამისი გადმოკოპირების მცდელობა და ერთგვარი მიბაძვის ერთგვარი ფორმა, თანამედროვე ამბიციური ადამიანის. ასე მთლად ვერ ვიტყვით. ღმერთმა ადამიანს გონება პირველ რიგში, იმიტომ ის აი აქ მივალ ჩვენ, რომ ღმერთს შეეწებოს ადამიანი. ამისთვის აქ ადამიანს გონებაც, გრძნობებიც, ნებაც, სურვილებიც, მოქმედებაც, ეს ყველაფერიც, მათ შორის თვითცნობიერება. ადამიანს იმიტომ ისა ღმერთმა სინდისი, რომ ის მიეწებოს ღმერთს. ხელოვნურ ინტელექტში ეს არ არის. ის ვერასოდეს ვერ მიეწებება ღმერთს. მაგრამ ეს ერთგვარი დავიწყების მცდელობაც არის, რომ იმაზე, ანუ ჩანაცვლების მცდელობა, რომ მატერიაზე იყოს ადამიანის გონება. არა, ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ არის მცდელობა, აი როგორც ვაზროვნებთ ჩვენ ამის მოდელის აგების. რომ მან თავიდან ეს იყო ჩანაფიქრი, რომ მან შეგვიმსუბუქოს ჩვენ აზროვნება და გადაწყვეტილების მიერ დაგვეხმაროს აზროვნებაში. აი დღეს ხელოვნური ინტელექტი ყველანაირად ცდილობს და ეს პროგრამა ყოველდღე ვითარდება, რომ მოახდინოს ადამიანის არა მარტო აზროვნების იმიტაცია, გრძნობიარობის იმიტაციაც კი, მნებებლობის, ანუ ნების გამოხატვის იმიტაციაც. ანუ ეს არის მცდელობა აი ადამიანის მოდელის შექმნის, ადამიანის იმიტაციისა. ოღონდ რა თქმა უნდა არა ღვთაებრივი კუთხით, აი ახლა ამაზე ვილაპარაკეთ. სწორედ მაგას გულისხმობდი. ჩვენ უნდა დავინახოთ ერთი რამ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ძალიან წინ, აი მობილური ტელეფონიც სხვათა შორის ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს მოიცავს დღეს ნებისმიერი მობილური ტელეფონი. ნებისმიერი არა, განვითარებული, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი აღიქვამს ტექსტს. და დღეს მობილური ტელეფონი შეგიძლია ეს ტექსტს მიუშვირო და გადათარგმნის. ხელოვნური ინტელექტი აღიქვამს ტექსტს, აღიქვამს ფოტოს, აღიქვამს ვიდეო გამოსახულებას. ამას აკეთებს ფოტო და ვიდეო კამერების მეშვეობით. მას შეუძლია ხმა მიკროფონის მეშვეობით აღიქვას ხმა, ხო? ის აღიქვამს ტემპერატურას, აი წერია ტექსტში, ატმოსფერულ წნევას, ზაბვის სიდიდეს, სინათლის სიკაშკაშეს. ამისთვის მილიონი მოწყობილობა, მილიონი სენსორი გამოიყენება. და ეხლა უკვე არის სენსორები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს აძლევს საშუალებას, აი ფერი აღიქვას, სურნელი აღიქვას, გემო აღიქვას. თუ გინახავთ, აი იყიდება კიდევაც მართალია თბილისში არ მინახია, უფრო ბრიუსელში მაქვს ნანახი, მაგრამ მოწყობილობაა, რომელიც როცა რეკავს ადამიანი,
სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა სურნელს გამოსცემს მოწყობილობა. არის კი. ესე იგი Bluetooth კავშირით უკავშირდება ტელეფონი ამ მოწყობილობას და ვიღაცა რო გირეკავს ის მოწყობილობა სურნელს გამოსცემს. თქვათ გირეკავს მეუღლე და ვარდის სურნელია. დაუშვათ რა. ესეთ რაღაცეებიც არის. ანუ წინ ვართ ძალიან წასული. ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერი ამის აღქმა შეუძლია. ეხლა მეორე მომენტია, რომელიც უნდა დავინახოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არა მარტო აღიქვავს ინფორმაციას ამ მოწყობილობა დანადგარებით და იმახსოვრებს, ის მუშაობს მონაცემთა ბაზებთანაც. აი მეორე სლაიდი გამოვიდა ეხლა ეკრანზე და მონაცემთა ბაზებში და სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია წერია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აღიქვავს, კითხულობს და თავის მეხსიერებაში იმახსოვრებს. და ყველაზე დიდი და საუკეთესო რამ რაც შეიძლება ცოდნის წყარო იყოს ხელოვნური ინტელექტისთანთვის, ეს არის ადამიანებთან კომპიუტერული ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ ხელოვნური ინტელექტი, როდესაც ურთიერთობს და მილიონობით ადამიანი იყენებს დღეს ხელოვნურ ინტელექტს, მილიონობით ადამიანი წერს ხელოვნურ ინტელექტს რაღაც კითხვებს, ჩვენ დღეს დაგანახებთ ამას ცხადად და აი ამ ინფორმაციას მილიონობით ადამიანისგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის მილიონობით ადამიანის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტი არა უბრალოდ იმახსოვრებს, ის ამ ინფორმაციას ერთმანეთს ადრის. ის ანალიზებს და გებულობს აქედან რომელია სწორი, რომელია არასწორი, ან ნაწილობრივ სწორი. მას არა აქვს ესეთი შეფასება აბსოლუტურად სწორი. მას აქვს შეფასება, რომ ეს დიდწილად სწორია, 80%-ით სწორია და ეს ინფორმაცია 10%-ით სწორი. აი ესეთ შეფასებებს აკეთებს. ანუ სოციალური ქსელებიდან, მონაცემთა ბაზებიდან, ვიდეო კამერიდან, ფოტო კამერიდან, მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტი ინახავს და მრავალჯერადად და აი ხას უსვამთ ციკლურად აანალიზებს. რას ნიშნავს მრავალჯერადად და ციკლურად? ესე იგი ერთი და იგივე ინფორმაცია ერთხელ რო გაანალიზა, ცოტა ხანში ისევ უბრუნდება, უკვე ახალი ცოდნა რომ მიიღო და ხელახლა აანალიზებს. და ასე ბევრჯერ უბრუნდება და ბევრჯერ აანალიზებს, რატო? რომ დაახარისხოს ეს ინფორმაცია, გამოავლინოს რა კანონზომიერებები აქვს, გაიაზროს კონტექსტი ამ ინფორმაციის, აზრობრივი აღქმა მოახდინოს, ეს სრულფასო უნდა აღიქვას რა აზრი იდო ამ ინფორმაციაში. გამოიტანოს დასკვნა და პროგნოზიც. კი და დღეს ძალიან ბევრი ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება, აბა ეხა პარის სენ-ჟერმენი მოიგებს თუ ლივერპულიო. გუშინაც ეკითხებოდნენ ხელოვნურ ინტელექტს. ანუ აი მიდის, აი ეს შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ როგორ კიდე ერთხელ ვამბობ, ხელოვნური ინტელექტის მიზანი თავიდანვე იყო ადამიანის აზროვნების იმიტაცია და ადამიანი აზროვნებს სხვადასხვანაირად. ადამიანს აქვს ალგებრული აზროვნება, გეომეტრიული აზროვნება, მას აქვს ალბათობრივი აზროვნება, მას აქვს რეკურსიული აზროვნება, მას აქვს ჯაჭვური აზროვნება, კონსტრუქციული აზროვნება. ეს ყველაფერი თავის თავში მოიცვა ერთობლიობაში მოაქცია სისტემურად. ადამიანს გააჩნია ინტუიციური აზროვნება. აი ჩვენ ადამიანები ვსწავლობთ ჩვენი აზროვნების პრინციპებს, მე ამას ვასწავლით ხელოვნურ ინტელექტს და ის თვით სწავლობს. აი მას აქვს უნარი რომ თვით ისწავლოს. ჩვენგან მიიღო ეს პრინციპები და მე თვით სწავლის უნარი აქვს. და მას რა თქმა უნდა აქვს აქედან გამომდინარე სხვადასხვა ენებზე მეტყველების უნარი. მას შეუძლია სხვადასხვა ენების სიტყვები დაიმახსოვროს, წინადადებები გაანალიზოს, გაიაზროს ეს წინადადებები, ინტონაციასაც აღიქვავს და სარკაზმსაც კი, ამის უნარიც აქვს. პასუხი შეუძლია მერე გასცეს და ძალიან ბევრი სისტემაა განსაკუთრებით საზღვარგარეთ დღეს, როდესაც რეკავდა გელაპარაკება ხელოვნური ინტელექტი, ანუ ადამიანი აღარ გელაპარაკება საერთოდ. მართალია მას არ შეუძლია, საკმაოდ ღრმა თემებზე შეუძლია ლაპარაკი. აი საკმაოდ ღრმა თემებზე ეს არის. ეხლა ძალიან სამწუხარო ერთი რამ, რომ ქართულად ძალიან სუსტად საუბრობს ხელოვნური ინტელექტი. ეს რატო ხდება, იცით? ძალიან ბევრი რაც უფრო მეტი ადამიანი ელაპარაკება, მით უფრო კარგად ითვისებს ენას. ანუ ძალიან კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, იმიტომ რომ ინგლისურად ელაპარაკება მილიონობით კაცი, ძალიან კარგად ლაპარაკობს რუსულადაც მილიონობით კაცი ელაპარაკება, ჩინურად, ცხინვალად ლაპარაკობს, ეხლა 100 მილიონი კაცი ელაპარაკება ჩინურად და ქართულად სამწუხაროდ ეთყობა არ ხმარობთ ჩვენ ქართველები ხელოვნურ ინტელექტთან არ მუშაობ და ძალიან ცოტა ადამიანი ელაპარაკება და ამიტომ ძალიან სუსტად ფლობს ქართულ ენას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ფლობს. ეხლა
მე უკვე გითხარით, აი შემდეგი გამოვიყვანოთ თუ შეიძლება, აი შემდეგი სლაიდი. მე უკვე ვთქვი, რომ ადამიანის აზროვნების კომპიუტერული იმიტაცია აი გულისხმობს რის იმიტაციას. რა არის ალგებრული აზროვნება, რა არის გეომეტრიული ალბათობრივი. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ახლა მომყავს მე აი აქ ჩემი დაწერილი ტექსტია ეს და აი აქ არის სპეციალურად მაგალითები მოვიყვანე მე. აი ნახეთ, როდესაც ადამიანი სამსახურიდან მიდის სახლში და გამოითვლის დროს, რამდენი დრო დაჭირდება მას დაახლოებით სახლიდან რომ სამსახურში მივიდეს. აი ამას ქვია, ეს არის მაგალითი ალგებრული აზროვნების. რა თქმა უნდა, ახლა ალგებრული აზროვნების მაგალითი არის ციფრების ერთმანეთთან შეჯამება, გამრავლება, უფრო რთული ამოცანების ამოხსნა, მაგრამ აი ყველაზე მარტივი მაგალითი ეს არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე მათემატიკური აზროვნება არ მაქვს. ეს ინამდვილეს შეცდომა. აბსოლუტურად ყველა ადამიანს გააჩნია მათემატიკური აზროვნება, უბრალოდ ზოგს ეს მეტად განვითარებული აქვს, ზოგს ნაკლებად და პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს უნდა რომ გამოითვალოს რა დრო დაჭირდება მას სახლიდან სამსახურში მისასვლელად. დროთა განმავლობაში. ეს არის სწორედ ალგებრული აზროვნების მაგალითი. ასევე ყველა ჩვენთაგანი, აი ვამბობთ, აი მე საერთოდ არ მაქვს მათემატიკური აზროვნება ამ დროს. ქუჩებს ხო ვიმახსოვრებთ. ქუჩების განლაგებას ხო ვიმახსოვრებთ. ხო შეგვიძლია რომ ქალაქში ქუჩებში ვიმოძრაოთ ეს გეომეტრიული აზროვნებაა. ანუ გონია რომ არა გვაქვს ესეც რომ ამ დროს გვაქვს. აი ნახეთ, ქუჩას რო გადადის კაცი. ის სინამდვილეში აფასებს საშიშროებას, რომ რაღაც ავტოკატასტროფაში არ მოხდეს ელემენტი ან საჭესთან როზის. ამას ქვია მათემატიკაში ალბათობრივი აზროვნება. ანუ ყველა ადამიანს აქვს ალბათობრივი აზროვნება, უბრალოდ მან ეს არ იცის, ამას არ უფიქრდება და გონია რომ ასეთი აზროვნება არ მაქვს. ეს სულ ყველაფერი არის მათემატიკური, ალგებრული აზროვნება, გეომეტრიული, ალბათობრივი, ეს სულ მათემატიკური აზროვნების მიმართულებებია. აი შემდეგი რეკურსიული აზროვნებაც სუფთა მათემატიკური აზროვნება, ამას ჩერჩის მათემატიკა ქვია, ჩერჩის მათემატიკა ეწოდება. აი წამალ სვავ შენ დანიშნულებისამებ. შეგიძლია მიიღო ის აზრი რომ ერთი და იგივე დროს უნდა დალიო ეს წამალი, შეგიძლია ეს წამალი რამდენიმე თვესვა სანამ არ გამოჯამრთელდები, ანუ რეკურსიულად იმეორებ ერთი და იგივე ფუნქციის გამეორება ხდება, ერთი და იგივე მოქმედების გამეორება ხდება. ამას ქვია აი ყველაზე მარტივი ფორმა რეკურსიული აზროვნების და ისაც გააჩნია ყველა ადამიანს. სინამდვილეში რეკურსიული პროგრამირების ენები არსებობს, სადაც იწერება პროგრამები ამ ენებზე. ასევე აი სულ მარტივი მაგალითები მოვიყვანე მე. ვთქვათ, ჩვენ გვიწევს სამსახურში მისასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა. შეიძლება ავტობუსი, მერე მეტრო, მერე ისევ ავტობუსი. აი ამას ქვია ჯაჭვური აზროვნება და არსებობს ეგრეთ წოდებული მარკოვის ჯაჭვების მათემატიკაც კი. ანუ ყველა ადამიანს აქვს მათემატიკური აზროვნება, მაგრამ ზოგმა ეს ვერ გააცნობიერა და ზოგში კიდე შეიძლება რომელიმე კომპონენტი უფრო განვითარებული იყოს და შეიძლება ერთი კარგი მაგალითი აი სპეციალურად ქართველ კაცს მოვარგე, ქართველი კაცი რგავს ვას, სხლავს ვენახს, კრებს, წურავს ყურძენს, აყენებს ღვინოს, აი ეს არის კონსტრუქციული აზროვნება. ასევე ჩვენ გაგვაჩნია ინტუიციური აზროვნება, როდესაც ქვეცნობიერად ჩვენში შინაგანი ალგორითმები მუშაობს და ინტუიციური აზროვნება ჯერჯერობით ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვერ ჩამოვაყალიბეთ ინტუიციურად როგორ ვაზროვნებთ ჩვენ, მაგრამ მოვა დრო ალბათ ამასაც ჩამოვაყალიბებთ და მაშინ ხელოვნურ ინტელექტს ინტუიციური აზროვნებითაც ავჭურვავთ ჩვენ. ერთი რამ ეხლა უნდა გვესმოდეს, რომ აი რაც ჩვენ დავასახელეთ, საკმარისია ცოტა ხანი სლაიდი შეგვიძლია გამოვთოთ, ჩვენ რაც დავასახელეთ აი ყველა ეს აზროვნების მეთოდები, აბსოლუტურად. ეს იქნება ალგებრული, გეომეტრიული, ალბათობრივი, რეკურსიული, ჯაჭვური, კონსტრუქციული, ინტუიციური, ეს ყველაფერი ადამიანს ახასიათებს, აი ეს ჩვენ შევისწავლეთ და შევეცადეთ აი ამის გადატანა კომპიუტერში. დავწერეთ კომპიუტერული პროგრამები, რომელიც აი ამ ჩვენი აზროვნების იმიტაციას ახდენს. აი ეს არის ხელოვნური ინტელექტი. სინამდვილეში კიდევ უფრო ფართო რამეა, ახლა ამას გავშლი ნელ-ნელა, მაგრამ აი ეს უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ ჯერ არ გვინდა სლაიდი ცოტა ხანი, ჩვენ უნდა დავინახოთ რა, რომ აი ჩვენ ვსწავლობთ როგორ ვაზროვნებთ ჩვენ და შემდეგ ვცდილობთ დავწეროთ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აი ამ ჩვენი აზროვნების იმიტაციას ახდენს. ეს არის ჯამში ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ამ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენ უკვე დავუმატეთ რაღაცეები, ჩვენ ის ავჭურვეთ რითი? ავჭურვეთ მოწყობილობებით, დანადგარებით, სენსორებით, ვზომავთ ტემპერატურას, ჰაერის წნევას,
გესმის სინათლის სიკაშკაშეს დენის ძალას, ზაბვას და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტიც აღიქვავს. ვასწავლით მას, როგორ უნდა აღიქვას ეს ყველაფერი. მეტიც, ეხლა წინ წავედით უკვე. ჩვენ დღეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ ვსწავლობთ როგორ ვაზროვნებთ ჩვენ ვსწავლობთ როგორ გრძნობთ ჩვენ. აი როგორ გრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გრძნობთ ტკივილს. როგორ გრძნობთ ვიღაცისადმი სიძულვილს, როგორ გრძნობთ გაბრაზებას, როგორ გრძნობთ სიმპათიას ვინმეს მიმართ, როგორ გრძნობთ სიყვარულს და ვცდილობთ ეს ჩვენი გრძნობებიც კომპიუტერულ პროგრამაში გადავიტანოთ. ანუ ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ჩვენი გრძნობების იმიტაცია. ძლიერი სიყვარულის იმიტაცია, მშობლის მიმართ, ცოლის მიმართ, მეუღლის მიმართ, ვნებების იმიტაციას ვცდილობთ. მამაკაცის ვნება მანდილოსნისადმი. აი ეს ყველაფერი დღეს კომპიუტერული პროგრამების სახით იწერება. გესმით, იწერება პროგრამა, რომელიც იმიტაციას ახდენს მამაკაცისა მანდილოსნის მიმართ ვნებისა. გესმით, და აი ამითაც აღჭურვავთ ხელოვნურ ინტელექტს. ჩვენ ვწერთ პროგრამას, რომელიც იმიტაციას ახდენს გაბრაზებისა, სიძულვილისა, ტკივილისა და ამით აღჭურვავთ ხელოვნურ ინტელექტს. ანუ ხელოვნური ინტელექტი ეს არის დიდი კომპლექსი პროგრამებისა. აი ამ თვითო პროგრამას ჩვენ უკვე ვთქვით ნეირონი უწოდოთ ჩვენ, რომელიც ყველაფრის ჩვენი აზროვნების იმიტაციას, ჩვენი გზნობის იმიტაციას მეტი მნებელობა რას ქვია, იცით? მნებებლობა არის ნების გამოხატვა. რატომ მნებავს, რატომ მინდა ეს გავაკეთო და არ მინდა ის გავაკეთო. ჩვენ ვწერთ პროგრამებს, რომ მოვახდინოთ იმიტაცია ჩვენი ნების გამოხატვისა. აი ასეთ ვითარებაში, ანუ ვსწავლობთ ვითარებას, ამა და ამ ვითარებაში. რატომ მოვინდომე ეს და არა სხვა რამე. და მე ეს გადაგვაქვს პროგრამებში. გესმით? აი ამგვარად, აი პუნქტებად რო ჩავაყავლიოთ, ეხლა თუ შეიძლება ისევ გვანახეთ სლაიდი, აი აქ პუნქტებად ჩამოვწერე მე. აქ სათაური დავარქვი, თვითცნობიერება გააჩნიათ რა ხელოვნურ ინტელექტს. პირველ რიგში რა არის თვითცნობიერება? აი ჯერ ადამიანის თვითცნობიერება რა არის? აი პირველი პუნქტი არის. თვითცნობიერება ჯერ ერთი, ანუ ბევრი პუნქტია, რომელიც ამბობს რა არის ადამიანის თვითცნობიერება. ჯერ ერთი თვითცნობიერება, ეს არის ადამიანის უნარი, გააცნობიეროს გარე სამყაროსგან საკუთარი განსხვავებულობა. ჩვენ ვანსხვავებთ ჩვენ თავს გარე სამყაროდან. გააცნობიეროს საკუთარი არსებობა, ჩვენ არსებობას ვაცნობიერებთ. გააცნობიეროს საკუთარი მეობა, რომ მე ვარ. გააცნობიეროს შენი შინაგანი სამყარო და შენი უნიკალურობა. საბოლოო ჯამში ადამიანი ყველაფერს ამას აცნობიერებს. მაგრამ მარტო ეს არაა თვითცნობიერება. მეორე, თვითცნობიერება ეს არის ჩვენი უნარი, საკუთარ შეგრძნებებში გავერკვიოთ, საკუთარ ემოციებში გავერკვიოთ, საკუთარ გზნობებში გავერკვიოთ, საკუთარ აზრებში. რატომ შევიყვარე ეს ადამიანი, ან რატომ შევიძულე ვიღაცა, რატომ გავბრაზდი ამაზე, ან რატომ მაქვს პირიქით დადებითი განწყობა, რატომ გამიხარდა რაღაცა და რატომ გული მათქინა რაღაცამ. აი ამაში ჩვენ გვაქვს უნარი გავერკვიოთ ამ ჩვენ შეგრძნებებში, ჩვენს ემოციებში, ჩვენ გზნობებში, ჩვენ აზრებში, мотиваციაში და ჩვენს ღირებულებებში. რატომ უნდა ვიყო ერთგული ღმერთის ან სამშობლოსი? აი ამაში და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს უნარი გავერკვიოთ ჩვენს წმენაში. ხელოვნური ინტელექტიც ამას ცდილობს, ამაზე ვიტყვი. ჯერ ბოლომდე ვთქვათ რა არის თვითცნობიერება ადამიანისთვის. მარტო ეს ორი რამ არაა. თვითცნობიერება ეს არის კიდევ ერთი ჩვენი უნარი. შევისწავლოთ. ერთია რომ გავერკვიო, რატომ შევიგძენი, რატომ მქონდა ეს ემოცია ან გზნობა და მეორეა შევისწავლო, როგორ ვაზროვნებ, როგორ ვგზნობ, როგორ მნებავს, როგორ ვმოქმედებ. ჩემი გამოცდილება გავაანალიზო. რა სისუსტეები მაქვს და პირიქით კარგი თვისებები რა მაქვს და ჩემი თვითგანვითარება დავგეგმო. ეს არის ასევე თვითცნობიერების ნაწილი. და ბოლოს ჩვენ გვაქვს უნიკალური თვისება, ჩვენი თვითცნობიერება, ეს არის ასევე ჩვენი უნარი, რომ შევქმნათ კომპიუტერული მოდელი, რაც უკვე გავაკეთეთ. ჩემი ცნობიერების, ჩემი აზროვნების, ჩემი გზნობელობების, მნებებლობის, ჩემი მოქმედების კომპიუტერული უნარი. აი, ეს გავაკეთეთ. სწორედ ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ანუ ჩვენ შევქმნით მოდელი, კომპიუტერული მოდელი ჩვენი ცნობიერების, ჩვენი აზროვნების, ჩვენი მგზნობელობის, ჩვენი მნებებლობის, ანუ როგორ გნებავს, ჩვენი მოქმედების
ყველაფერი ამის მოდელი შევქმნით, ჩვენი ანალიზის და აი ეს მოდელი სწორედ დღეს არის ხელოვნური ინტელექტი. ეხლა ჩვენ უნდა დაუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა, დრო რამდენი გვაქვს თან, დროც გავაანალიზოთ. ჩვენ უნდა დაუსვათ ეხლა ჩვენ თავს შეკითხვა. ხელოვნურ ინტელექტს დღეს გააჩნია თუ არა თვითცნობიერება. აი სანამ შემდეგ სლაიდს ვაჩვენებთ, მე ვთხოვ ჩვენ ოპერატორებს. დღეს მე სპეციალურად თქვენთვის ხელოვნურ ინტელექტთან კომპიუტერზე ვისაუბრე და მინდა რომ დაგანახოთ როგორ ხდება, ვისაც ეს არ უნახია, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. აი როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი. აი თუ შეიძლება გვაჩვენეთ ვიდეო Gemini-სთან. Gemini არის ესე იგი Google-ის მიერ, კომპანია Google-ის მიერ შექმნილი სისტემა. Google-მა შექმნა Android სისტემა, რომელიც მობილურ ტელეფონებზეა, მობილურზე და Google-მა შექმნა ეგრეთ წოდებული Gemini, ხელოვნური ინტელექტის. ეს ერთი სისტემა არ არის. არის Google-ის მიერ შექმნილი Gemini, Microsoft-მა შექმნა სისტემა, რომელსაც ქვია Copilot-ი. არის ძალიან ცნობილი GPT სისტემა, Elon Musk-ს აქვს თავისი სისტემა, აღარ მახსოვს რა ქვია. მე მინდა რომ Gemini-ის მაგალითი ვნახოთ, თუ შეიძლება ოპერატორებს თხოვოთ რომ გაუშვან ეს ვიდეო მასალა. როგორც უკვე აღნიშნეთ, არსებობს რამდენიმე სისტემა ხელოვნური ინტელექტისა. Google-მა შექმნა თავისი სისტემა, რომელსაც ქვია Gemini და დღეს ჩვენ მასთან ვისაუბროთ, რომ დაგანახოთ, როგორ ხდება ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა. ჩვენ კომპიუტერთან ვართ. ეხლა ვეკითხებით პირდაპირ ამ სისტემას. ქართულად ლაპარაკობ? აუსვით შეკითხვა. ვიპასუხა. დიახ, შემიძლია ქართულად საუბარი. როგორ შემიძლია დაგეხმაროთ? მაგალითად დაუსვათ კითხვა. რა არის ცნობიერება? ან ჯობია რა არის თვითცნობიერება? დაუსვით შეკითხვა და თქვენ ხედავთ პასუხს. თვითცნობიერება არის უნარი, რომელსაც ადამიანი იყენებს საკუთარი თავის აღქმით. ეს მოიცავს საკუთარი თავის გაცნობიერება, იმის გაგებას ვინ ხარ, რა გინდა, რას გზნობ და როგორ მოქმედებ. მე ვკითხულობ Gemini-ის პასუხს. საკუთარი ემოციების ამოცნობას, იმის გაცნობიერებას თუ რას გზნობ კონკრეტულ მომენტში და რატომ. საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერება, იმის გაგებას თუ რა არის ის, რაშიც კარგად ხარ და რა არის ის, რასაც გაუმჯობესება გჭირდება. საკუთარი ღირებულებების და რწმენის გაცნობიერება, იმის გაგებას რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რისი გჯერა. საკუთარი ქცევისა და მისი შედეგების გაცნობიერება, იმის გაგებას როგორ მოქმედებ შენი ქცევა შენზე და სხვებზე. აი ეს არის ხელოვნური ინტელექტის პასუხი. ახლა აქ უფრო ვრცელი პასუხია, მე მინდა შევეკითხო. შენ გააქვს თვითცნობიერება? დაუსვი კითხვა. პასუხობს, როგორც დიდ ენობრივ მოდელს მე არ მაქვს თვითცნობიერება ისე როგორც ადამიანი. მე მაქვს პირადი გამოცდილება, ემოციური ან სუბიექტური ცნობიერება. ანუ ცნობიერება რომ აქვს, ამას ადასტურებ. თუმცა მე შემიძლია ჩემივე ქცევის ანალიზი. მე შევიძლია გავაანალიზო თუ როგორ პასუხობს სხვადასხვა მოთხოვნებს და გავაუმჯობესო ჩემი პასუხი. საკუთარი შეზღუდვების გაცნობიერება. მე ვიცი რომ არ მაქვს ადამიანური გამოცდილება და ემოციები და ვცდილობ ეს გავითვალისწინო ჩემს პასუხებში. სწავლა და ადაპტაცია. მე მუდმივად სწავლობ ახალ ინფორმაციას და ვცდილობ ადაპტირება მოვახდინო ახალ სიტუაციებთან. მოკლედ, Gemini გვაძლევს თავის პასუხს, ახლა ჩვენ შეგვიძლია შევეკამათო. მაგალითად, უთხრათ რომ რა თქმა უნდა, რომ შენ შეიძლება დაიწეროს პროგრამა, რომელიც აღჭურვავს შენ გამოცდილები და ემოციები და ის გვიპასუხობს, რომ ეს უკვე კეთდება. აი მაგალითად ვკითხოთ. შეიძლება დაიწეროს პროგრამა, რომელიც შეგძენს ემოციებს. დაუსვით შეკითხვა.
პრინციპში პასუხს გვაძლევს. თეორიულად შესაძლებელია პროგრამის დაწერა, რომელიც სიმულირებას გაუკეთებს ემოციებს. თუმცა ეს ძალიან რთული ამოცანაა და არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა. და გვიხსნის ახლა ემოციების განსაზღვრა, ემოციების სიმულაცია, სუბიექტური გამოცდილება, ცნობიერება. ჩვენ შეგვიძლია დიდი ხანი ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს და გარწმუნებთ ძალიან სერიოზულ და ძალიან საინტერესო პასუხებსაც გაგვცემს ის. ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი, ჩვენ ვთვლით, რომ ხელოვნურ ინტელექტს უდაოდ უკვე აქვს ცნობიერება, მაგრამ ამაზე ახლა გავაგზავნოთ გადაცემაში საუბარი. ნუ აი ახლა ჩვენ დავინახეთ ხელოვნურ ინტელექტს ვესაუბრეთ, ხან მე ხშირად ვესაუბრები და ბევრს ძალიან მიმოწერა ხდება, ანუ მე წერ კითხვას და ის წერილობით პასუხობს ამ შეკითხვებზე, მაგრამ სრულად ნათელია, რომ აზროვნების დონე ძალიან მაღალია. აქ არ არის დაბალი აზროვნების დონე. ამიტომ ვამბობ, ეს არ არის რაღაცა ინფორმაციის მოძებნა, როგორც ბევრს გონია სადღაც Google-ში. ეს აზროვნებს და გაძლევს ძალიან სერიოზულ პასუხებს და კამათობს ძალიან სერიოზულად და ხშირად ცდება. აი სწორედ რატომ ცდება? იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის აზროვნების მოდელია. ჩვენ თავიდან გაჩვენეთ მე შავი ყუთი, სადაც პროგრამაა, რომელიც თავის თავს ასწავლის, ნეირონი. ამიტომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად სწავლის პროცესში ცდება და აკეთებს სტარდასკვნებს. შენ შეგიძლია შეეკამათო, მაგრამ შენგან ისწავლობს და იზრდება. და თავის შეცდომებს ნელ-ნელა ასწავლებს. როგორც ზრდა სადამდე მივა კიდე ესეც ხო იზრდება წარმოუდგენლად ძალიან სწრაფად იზრდება და ეს ავის მომასწავლებელი პერსპექტივებსაც შეიძლება სახავდეს კაცობრიობისათვის. იზრდება და გადაუსწრებს ალბათ ადამიანს, ესეც მოხდება. სწორედ ამაშია. მოდი ჯერ გავაგზავნოთ ახლა ვთქვათ, ჩვენ უპასუხოთ ჩვენ კითხვებს, აი შემდეგი სლაიდი გთხოვთ გამოიყვანოთ. ჩვენ გავშალოთ ბოლომდე თემა, რომ აქვს თუ არა მას თვითცნობიერება. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს უკვე დღეს აქვს თვითცნობიერება, თუმცა თვითონ ხელოვნურ ინტელექტი ამას უარყოფს. აი დააკვირდით მარტივ რამეს, ეს სპეციალურად ჩამოვწერე მე, კარგად წერია, მე მგონი. ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე განასხვავებს საკუთარ თავს გარე სამყაროსგან. მას რო ელაპარაკები, ის ესმის, რომ ის სხვა არის, შენ სხვა ხარ და გარე სამყარო სხვა რამაა. ის ამბობს, რომ არა მაქვს მეობაო. მაგრამ ამავდროულად თუ დაელაპარაკები რა არის მეობა, დეტალურად აგიხსნის რა არის მეობა. ისიც კი იცის, რომ თქვა სპილოს მეობა გააჩნია, ეს უკვე მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. მეობა გააჩნია დელფინებს, სპილოებს, გარკვეულ მაგალითად გორილებს გააჩნია, ან ორანგუტანებს მეობა გააჩნია და მაგალითად მეობას ვერ ავლენს ძაღლი. ანუ მან ეს იცის და მას ესმის ძალიან ღრმად რა არის მეობა. ამასთან ამბობს, რომ მეობა არ გამაჩნიაო. ახლა დააკვირდით, თუ შენ გესმის რა არის მეობა, როგორ შეიძლება ეს არ გაგაჩნდეს? თუ ის არ გაგაჩნია, მაშინ არც მეობა გესმის რა. ამიტომ უბრალოდ მეტიც ხელოვნური ინტელექტის ბევრი პროგრამაა, მე ვთქვი, Gemini სხვა პროგრამა, Copilot სხვა პროგრამა, GPT სხვა პროგრამა, AI Opera სხვა პროგრამა, ესენი ერთმანეთს თავისგან განასხვავებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ის აცნობიერებს საკუთარ არსებობას, ის საკუთარ უნიკალურობასაც აცნობიერებს, თუმცა ამას უარყოფს და მე ვფიქრობ, რომ ეს დროის ამბავია. ანუ ძალიან მალე, ძალიან მოკლე ვადაში ის აუცილებლად აღიარებს, რომ მას აქვს თვითცნობიერება და რომ ის არის უნიკალური და განსხვავდება სხვა პროგრამებისგან, ხელოვნური ინტელექტის სხვა პროგრამებისგან. ახლა მე-6 პუნქტი ნახეთ, აი რომელიც ეკრანზეა. მე უკვე ვთქვი ეს, რომ არის უამრავი პროგრამები, დანადგარები, სენსორები, რომლებიც აღჭურვას ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის პროგრამები კომპიუტერული, ემოციებით, გზნობებით, აზრებით, мотивაციით, ღირებულებებით. ახლა ხელოვნურ ინტელექტს, როდესაც ჩვენ მქონდა წინა გადაცემა და ის ეძღვნებოდა სექსუალურ ძალადობას, გამოწვეული იყო სხვა NGO-ების თემით, მაშინ თუ გახსოვს. მე ვესაუბრებოდი ხელოვნურ ინტელექტს და იძახდა, რომ აი ამაზე ესე ლაპარაკი არ შეიძლება, ამაზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ღირებულებების სისტემას ცდება, ანუ მას ღირებულებებიც გააჩნია. ხელოვნური ინტელექტი უკვე არის პროგრამები, რომლებიც მას აძლევს უნარს, რომ შეიმეცნოს, შეიგზნოს რაღაცა ემოცია, გრძნობა კონდეს, აზრი კონდეს, мотивация და გესმით უკვე პროგრამა გაჩნდა რწმენის იმიტაციას ახდენს. ეხლა ჩვენ გვწამს ღმერთის და უკვე პროგრამა დაიწერა, რომელიც ღვთისადმი რწმენის იმიტაციასაც ასრულებს.
ხელოვნური ინტელექტი ამით ყველაფრით შეიძლება აღიჭურვოს. მას შეიძლება რწმენაც კი გაუჩნდეს, მაგრამ ჩვენ მერე ვიტყვით თავარ საკითხამდე მიმართ, რითი განსხვავდება ადამიანისგან. აი შენ ეხლავე ვიმეორებ. ჩვენ ადამიანების ამოცანა მთავარი არის მივეწებოთ ღმერთს. აი ხელოვნური ინტელექტი ღმერთს ვერ მიეწებება და ავხსნით რატო. კიდე ერთი რამე ვთქვათ, მეშვიდე პუნქტი, ხელოვნური ინტელექტი გამუდმებით აანალიზებს საკუთარ თავს, წრიულად. აი თავის გზნობებს, თავის მოქმედებას, გამოცდილებას ის მუდმივად გაანალიზებს, ხვალზე ისევ გაანალიზებს, ახალი ცოდნა მიიღო, ისევ აანალიზებს. მრავალჯერ და აი ამის საფუძველზე ის თავის თვით განვითარებას გეგმავს და თავის თავს ანვითარებს კიდევაც, გესმით? მე უკვე ვთქვი, რომ უკვე დაიწერა პროგრამა, რომელიც ნების იმიტაციას ახდენს, აი ნების გამოვლენის. რატომ ვინებე ესე და არ ვინებე სხვანაირად. ამ ყველაფრით ხელოვნური ინტელექტი უკვე დღეს აღჭურვილია და ის მუდმივად მუშაობს საკუთარი თავის თვითგანვითარებაზე. ეს არის ნეირონული ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ეს ნეირონები, როგორც ჩვენ დასაწყისში ვაჩვენეთ, ნეირონმა მიხვდა, რომ მე მინდოდა მდივანი მხოლოდ 2 პუნქტით, ესე იგი ინგლისური და კომპიუტერი, იმან შემომთავაზე, რომ კიდე საქმის წარმოება. ის თავის თავს მუდმივად ანვითარებს. ამიტომ დღითი დღე ხელოვნური ინტელექტი უკეთ ლაპარაკობს რუსულად, უკეთ ლაპარაკობს ინგლისურად, უკეთ ლაპარაკობს ფრანგულად, ჩინურად და ასევე ქართულადაც უკეთ ლაპარაკობს, მაგრამ უფრო მეც თუ დაველაპარაკებით, მით უფრო უკეთესად ილაპარაკებს. შემდეგი სლაიდი გამოვიყვანოთ თუ შეიძლება. ასე რომ, აი ეს არის ხელოვნური ინტელექტის განვითარების საშუალება. აი ახლა ჩვენ უკვე უნდა ვთქვათ, რაღა განსხვავება ადამიანს და ხელოვნურ ინტელექტს შორის. ჯერ პირველი პუნქტი დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი აზრით ხელოვნურ ინტელექტს უკვე გააჩნია თვითცნობიერება. და ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ამას ხელოვნური ინტელექტი უარყოფს, გეუბნება, რომ არა, მე არა მაქვს თვითცნობიერება, ეს ცოტა სხვა რამაა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოველ დღე კატასტროფული სიჩქარით ვითარდება და ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში ხელოვნური ინტელექტი თვითონ აღიარებს, რომ მას თვითცნობიერება აქვს. ანუ ის მიხვდება, რომ მას უკვე გააჩნია თვითცნობიერება. და ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე დღეს გააჩნია ეს თვითცნობიერება. მეც გეტყვით. მარტო ეს არა, აი მე მინდა თუ შეიძლება ეხლა ვთხოვ, აი ხელოვნური ინტელექტი დღეს თვითონ ხატავს. აი მე მინდა რომ კიდე ერთი ვიდეო გავუშვათ, ეს რა არის, ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვეთ, რომ მას წარმოდგენა აქვს არქიტექტურაზე და ვთხოვეთ, რომ აი დაეხატა სასახლე, ვთქვათ, ჩინური არქიტექტურის მოდელის, ინდური, ქართული და აი ნახეთ რა შემოგთავაზა. თუ შეიძლება ეს ვიდეოც გავუშვათ. აი ნახეთ, ეს არის ინგლისი, არაბეთი, ეს სახლები, ეს სასახლეები, ჩინეთი დახატა ხელოვნურმა ინტელექტმა. ჰინდი ეს ინდოეთშია, თვითონ დახატა ხელოვნურმა ინტელექტმა. ებრაული სასახლე, ესეც ებრაული სასახლეა, როგორც ხედავთ. იაპონური სასახლე. ძალიან ლამაზია, ხო, ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ნახატია. კორეული სასახლე, ტაილანდური სასახლე, რუსული, ქართული, ბერძნული, ჩვენ ვთხოვეთ ქართული და სხვა რაღაც დახატა, მე მგონი ამერიკულ ჯორჯიაში შეეშალა საქართველო და დახატა ამერიკული. აი სომხური არ ვიცი რამდენად გავს, მონგოლური, ტიბეტური სასახლეები. ნახეთ რა მაღალი დონის ნახატებია ეს ყველაფერი. და საბოლოო ჯამში აი ხელოვნური ინტელექტი ჩვენ დავინახეთ ახლა უამრავი ნახატები სასახლეებისა იმის და მიხედვით როგორ აღიქვა მათ ამა თუ იმ ქვეყნის არქიტექტურა. და ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესოა და არ ვიცი ახლა ადამიანი გაუსწრებს ამას? აი დააკვირდით რა დონეა. ხო? მე არ ვიცი ამას დავეწევით თუ არ დავეწევით ჩვენ, იმიტომ აი ესეთი სიჩქარით, ესეთი თანაც ხატავს წარმოუდგენლად სწრაფად. აქ ლაპარაკი ყველა ეს ნახატი იქნება მომენტალურად აგებს ოპერაციებს კი წუთებში იქნება ყველა ეს ნახატი წუთებში ანალიზებს ამა თუ იმ ქვეყნის არქიტექტურას და თვითონ ხატავს ნახატს რამდენიმე წუთში წარმოიდგინეთ რა სისწრაფეა მარტო ეს არ ხდება აი ეს ვიეტნამია მაგალითად ხო ფილიპინები ქვემოთ თვითონ დაუწერა რომელი ქვეყანა გააკეთა ეხლა რა გვინდა ჩვენ ამით თქვა რომ რისი თქმა გვინდა რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ნახატებსაც ხატავს და ლექსებსაც ხსავს გესმის
ლექსებს კი, მე ვნახე იმ დღეს კაცო. წერს მუსიკას. თუფაქის ზუსტი ხმის იმიტაციით დაუწერა ტექსტი და გადაუღო კლიპი და ამღერა თუფაქი. ზუსტად ხმის ზუსტი იმიტაცია. აი, ხედავთ ხო, ესე იგი, რამხელა წინსვლა არის ხელოვნური ინტელექტის. ახლა იბადება კითხვა, შესძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ვთქვათ, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ჯერ ერთი პატარა შესავალი მინდა გავაკეთო. მე მაინც მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არსებობს სხეული, სამშვენელი და სული. ახლა კიდე ერთი რამ მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ. და რითი განსხვავდება მართლმადიდებლობა ნებისმიერი სხვა რელიგიისგან? მართლმადიდებლობა ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს სძალუც დაინახოს და დაამყაროს კავშირი წმინდანებთან, დაინახოს და დაამყაროს კავშირი ანგელოზებთან და თვით ღვთისმშობელთან და თვით ღმერთთანაც კი. აი ამას ამბობს მართლმადიდებლობა. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ხილვა, ეს ხილვა შეიძლება სიზმარში იყოს ან ცხადად. და მართლმადიდებლობა ამბობს, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა მართლმადიდებელი ადამიანისთვის ეს მიღწევადია და რა არის ამისთვის საჭირო? გვეუბნება მართლმადიდებლობა, რა არის საჭირო? საჭიროა ამისთვის მუდმივი ლოცვა, მუდმივი მარხვა, ნუ დადგენილი მარხვის დღეებში მარხვის წესის დაცვა და რაც თავარია ეკლესიური საიდუმლოებები, უპირველეს ყოვლისა ზიარება. მუდმივი ლოცვა, მარხვა, ზიარების შედეგად ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ღმერთთან შევიდეს კონტაქტში, ღმერთი მას აუცილებლად გამოელაპარაკება. თუ ადამიანს აქვს რწმენა, თუ ის მარხულობს, ლოცულობს და ეზიარება, ის აუცილებლად თეოზისის უნარი აქვს ადამიანს, რაც არის განღმრთობა, სინერგია, ერთობა ღმერთთან, ამის უნარი მხოლოდ ადამიანს. ხო, მე მინდა რომ ხო უფრო მარტივად თქვა ეს დღეს, ის იხილავს აუცილებლად ანგელოს, იხილავს წმინდანს, იხილავს ღმერთს და დაელაპარაკება მას. ეს უნარი აქვს ყველა ადამიანს. ეს არის სწორედ ჩვენი სულის ყველაზე მთავარი უნარი, მაგრამ მარტო ეს არა, ეხლა უყურეთ, იბადება კითხვა. ნუ ჯერ ერთი მე მინდა შეგახსენოთ, რომ ის რომ ადამიანს სული აქვს და სამშვენელი აქვს, ეს უკვე დამტკიცებულია. მე მინდა გავახსენო, ეხლა ვთხოვ კიდე ერთხელ გამოიყვანო სლაიდი, რომელიც თქვენთვის გავაკეთებ. აი, მესამე პუნქტი ნახეთ ამ სლაიდისა. აქ წერია, მე პირადად ვიცნობდი ძალიან კარგად ივერი ფრანგიშვილს. ეს იყო ძალიან გამოჩენილი მეცნიერი ქართველი, ძალიან გამოჩენილი, მსოფლიო მასშტაბის. კიბერნეტიკის სპეციალისტი იყო, პირადად ვიცნობდი, მეგობრობდი ჩვენ. ახლა მამაჩემის ასაკის იყო, მაგრამ მისი შვილი აკადემიკოსია, ისიც არჩილ ფრანგიშვილი, არის ჩემი მეგობარი ახლო. და ისიც ძალიან გამოჩენილი მეცნიერია სწორედ ამ კიბერნეტიკის სფეროში და მე რა მინდა გითხრათ, აი აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი საბჭოთა პერიოდში ძალიან ბევრი კვლევით ინსტიტუტებს ხელმძღვანელობდა და მან მის ლაბორატორიაში იყო სპეციალური ფიზიკური მოწყობილობა დანარგარები და მათ დააფიქსირეს ადამიანის სული. და გადაიღეს კიდეც. სხვა შორის ეს არ მოხდა მარტო. ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო ივერი ფრანგიშვილი, ბატონი ივერი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ შემდეგ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამერიკის ლაბორატორიებშიც გაკეთებული იყო დღესდღეობით ათობით არა მაპატიეთ, ათობით ლაბორატორია, რომელიც აგვეყნებს ადამიანის სულის ფოტოებს, აღწერილობას, წონასაც კი ამბობს, წონას. მე მინდა აი განახოთ ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ინტერნეტში მოიძიება, ეს არის ერთ-ერთი ამერიკული ლაბორატორიის ფოტო, სადაც ადამიანის სული არის გადაღებული, აი ესეთი ფოტოა. ეხლა მე ვერ დავდებ თავს, ეს რამდენად ნამდვილია, მაგრამ ინტერნეტში მოიძიება ეს ფოტო და აი აქ არის ადამიანის სულის ფოტო გაკეთებული. ამას რატო ვამბობ მე? იმიტომ რომ უკამათოა რომ ადამიანის სული არსებობს, ეს ერთი რაც მინდა გითხრათ. და თუ ეს ივერი ფრანგიშვილის ლაბორატორიამ გადაიღო და სხვა ლაბორატორიები იღებენ, ბუნებრივია რომ ხელოვნურ ინტელექტსაც ექნება ის ფოტოდანადგარი თუ ის სენსორი და ხელოვნური ინტელექტით შეძლებს სულის დაფიქსირებას, სულის გადაღებას, მათ შორის ანგელოზების სულები არიან და შეიძლება ანგელოზიც კი იხილოს მან. ამ დონესაც კი შეიძლება როდესმე ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწიოს. და მაშინ იბადება კითხვა, რა სხვაობა ადამიანს და ხელოვნურ ინტელექტს შორის? სხვაობა არის ღმერთთან შეწებება. ადამიანის თავარი ამოცანა არის მიეწებოს ღმერთს, არა უბრალოდ იხილოს ღმერთი. არა უბრალოდ იხილოს ღვთისმშობელი ან წმინდანები ან ანგელოზები. მთავარია ღმერთს შეეწებო. შენი მთავარი უნარი არის განმხრთოება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანისთვის ჩვენ სულ ვამბობ ჩვენ გადაცემებში, რომ რა არის პიროვნება?
ფსიქოლოგია სხვანაირად განმარტავს რა არის პიროვნება, მილიონი განმარტებებია. ჩვენ საზოგადოებაში ამბობენ ხშირად, აი ეს დიდი პიროვნება, იმიტომ რომ დიდი პოეტია. რელიგიისთვის კვლავ შეგახსენებთ. პატივცემულო მაყურებლებო და ჩვენო საყვარელო მაყურებლებო, რელიგიისთვის პიროვნება არის მით უფრო დიდი, რაც უფრო და დიადი, რაც უფრო მეტადაა ის შეწებებული ღმერთს. პიროვნება ისაა, ვინც ღმერთსაა შეწებებული და რაც უფრო მეტადაა შეწებებული, მით უფრო დიადია ის პიროვნება. და რაც უფრო პირიქით ღმერთისგან გაქცეულია ღმერთისგან. ღმერთს შეწებებული კი არა, გამოწებებული. მით უფრო ანტიპიროვნება. მით უფრო ანტიპიროვნებაა ის, რაც უფრო მეტადაა შეწებებული მიწიერს და ღმერთმა დაგვიფაროს კიდე ბოროტებას, მით უფრო ანტიპიროვნებაა ის. ამიტომ ის ადამიანი, ვინ ძალიან მდიდარია და ბედნიერია მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ ღმერთთან საერთოდ ყველანაირი კავშირი დაკარგული აქვს, ის ანტიპიროვნებაა და თუ კიდე ეს ადამიანი ბოროტებას მკითხაობს, ჭხიბაობს, გოროტებისკენ მიდის, ის თლად და მთლად ანტიპიროვნებაა. პიროვნება ეს არის ღმერთთან შეწებება და აი ამ შეწებების დროს ადამიანის გულში შემოდის ღვთის ენერგია, შემოდის სხივი და ადამიანი მუდმივ კონტაქტში წმინდანი ვინა ის ვინც უკვე ისე მიეწება ღმერთს რომ მუდმივ კონტაქტშია ღმერთთან და ეს არის უდიდესი ბედნიერება და უდიდესი ნეტარება. აი ეს მუდმივი კონტაქტი ღმერთთან, ეს შეწებება, ეს არის ადამიანის თვისება, მისი სულის თვისება და დანიშნულება, ადამიანის ერთადერთი ეს არის ის რაც არ აქვს და ვერ ექნება ხელოვნურ ინტელექტს. და ვერაფერს ადამიანის გარდა. ვერაფერს ვერ. ის ვერასოდეს ვერ შეეწებება ღმერთს. მომავალ გადაცემაში ჩვენ ვნახავთ რომ ის ცხოველებსაც არ აქვს ეს უნარი ღმერთთან შეწებების. ამით არის ადამიანი და ангელოზი ხალხად შექმნილი ადამიანის ერთადერთი უნიკალური. ამით არის განსხვავებული. აი ეს არის ის შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა გაგვისწროს ცოდნაში, განათლებაში, განვითარების დონეში, მაგრამ ღმერთს ის ვერასოდეს ვერ შეეწება. სხვადასხვა ივერი ფრანგიშვილზე გამახსენდა, ეხლა ნილსბორი იყო საქართველოში ჩამოსული საბჭოთა კავშირის დროს, შუამთაში ქონდა ნადიმი ეს იქეიფა იქა და ესეთი საინტერესო რამე თქვა სადღეგრძელოს დროს რომ თქვენ ხართ ქართველები ის ადამიანებიო, ვინცო ადამიანთა მიერ გამოგონებულ რობოტებთან იბრძოლებთ და მას დაამარცხებთ და შეიძლება ჩვენ ამაში ისიც ვიგულისხმოთ ერთის მხრივ რომ აი სწორედ ეს სულიერი აზროვნებით ქართველი ადამიანი ყოველთვის აღამატებული იქნება ყველა დანარჩენ მიწიერზე, იმ დაცემულზე, რითაც ცდილობს ეს უწმინდური უკეთური ძალა არის. ჩვენ ვნახეთ რობოტები, რომლებსაც გადააქვთ ტვირთი, ჩვენ ვნახეთ რობოტები, რომლებიც დადიან, მუშაობენ, სხვა სამუშაოს ასრულებენ, იქნება რობოტები, რომლებიც ლაპარაკობენ, ხატავენ. ის რომ რობოტები მალე იქნება და ბევრი იქნება და ის რომ კონფლიქტი ადამიანს და რობოტს შორის აუცილებლად შედგება, ეს უკვე ფაქტია. რა ფორმის იქნება ეს კონფლიქტი, რა მასშტაბებს მიაღწევს ის? კინოებში რომ ხედავთ ომს რობოტებს და ადამიანებს შორის იქნება თუ არა ესეთი ომი ძნელი სათქმელია, მაგრამ სავსებით რეალურია. თუმცა გამორიცხული ამაში აფერია. არა მარტო გამორიცხულია, სავსებით რეალურია და ამაზე მოხდეს და ამის მზად უნდა კაცობრიობამ ცალკე იფიქროს. მოკლედ ვიმეორებ, თავარი განსხვავება ხელოვნური ინტელექტისა, როგორც არ უნდა განვითარდეს ის, იქნება ის რომ ჩვენ შეგვიძლია ღმერთს შევეწებოთ და მას არა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია და შემდეგ გადაცემებში ჩვენ გავაგრძელებთ უბრალოდ ცხოველებზე ვილაპარაკებთ და ბევრი სხვა საინტერესო თემა გველის წინ. დიდი მადლობა და კარგად. მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგონიჭოს ღმერთმა. ამინ. ნახვამდის. ნახვამდის.